პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა თბილისში რამდენიმე საათის წინ ორი გასროლა დიდუბის გამგეობასთან ბელიაშვილის ქუჩაზე გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა პირი, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით TTS სისტემის პისტოლეტით პოლიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, სავარაუდოდ ნასვამი იყო. მან მესამედ გასროლაც დააპირა, მაგრამ მას რა მექანიზმში გაიჭედა, რის შემდეგაც მისი განეიტრალება დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს, რომლებიც გამგეობას იცავენ. პოლიციელებზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია, თავდასხმელი უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. საბადლო პოლიციის ეკიპაჟი მოძრაობდა მის სამოქმედო კვადრატში. რა დროსაც ეკიპაჟმა შენიშნა პიროვნება იჯდა დიდუბე ჭუღურეთის გამგეობის შენობის წინ, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ეკიპაჟი ეცადა გარკვეული იყო ვითარებაში, როცა მივიდნენ და მიუახლოვდნენ პიროვნებას. აღნიშნულა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ორჯერ გასროლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პიროვნება დაკავებულია მიმდინარეობს გამოძიება.